4 საკვები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღო მშიერ კუჭზე, თუ გინდა რომ მოიშორო მუცლის ცხიმი. პირველი, არ დალიო ყავა გაღვიძებიდან 90 წუთის მანძილზე. ის ხელს უწყობს დიდი რაოდენობით სტრესის ჰორმონის კორტიზოლის გამომუშავებას და იწვევს სისხლში შაქრის დონის მომატებას. თუ გიყვარს ყავა, დალიე ის გაღვიძებიდან 90 წუთის შემდეგ. მეორე, არასდროს ჭამო ტკბილეული მშიერ კუჭზე. და თუ მაინც აპირებ რამის ჭამას, ჯერ რამით ისაუზმე და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთვი ის რის ჭამასაც აპირებ. მესამე, მაღაზიაში ნაყიდი ხილის წვენები. უბრალოდ შეწყვიტე მათი მოხმარება. ბრჭყალებში ნატურალური წვენები, რომლებიც იყიდება მაღაზიაში, სავსეა ხარახურით. ეს უბრალოდ შაქრიანი წყალია. მეოთხე, ნამცხრები. მათ საერთოდ არ აქვთ კვებითი ღირებულება. პლუს ამას ის ხელს უშლის ბეჯგუფის ვიტამინების ათვისებას. დაიმახსოვრე, თუ საკვები ბუნებას არ შეუქმნია, ნუ მიიღებ მას. თუ გსურს დაიკლო წონაში და ზაფხულს შეხვდე შენთვის სასურველ ფორმაში, გეპატიჟებით ჩემთან უფასო კონსულტაციაზე. მომწერე Instagram-ის პირადში და დანარჩენი იქ განვაგრძოთ.